დღეიდან ახალი პასპორტების გაცემა დაიწყო ცვლილება როგორც დიზაინში, ასევე დაცულობის სტანდარტში გამოყენებული მასალა დოკუმენტის დაზიანების რისკს მკვეთრად ამცირებს. ახალი პასპორტების აღება სავალდებულო არ არის. უცვლელი იქნება მისი გაცემის პირობები, ვადები და ღირებულებაც. 3 ნოემბრიდან ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემაც უნდა დაიწყოს. ლიზი იანტბელიძემ იუსტიციის სახლში ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად განაცხადი შეიტანა და შეუძლია დაჩქარებული წესით იმ დღესვე აიღოს. უახლესი დიზაინისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დოკუმენტის ასაღებად განაცხადის შეტანა მოქალაქეებს დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. განაცხადის შევსება შესაძლებელია დისტანციურადაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის საშუალებით. მოვედი პასპორტის ასაღებად, ახალი პასპორტის და ისე დაემთხვა, რომ დღეს არის ის დღე, როდესაც ახალი პასპორტი გამოვიდა, ბიომეტრიული პასპორტი და ამის შესაძლებლობა მომეცა, რომ ეს პასპორტი მე ამეღო. ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტი არის ახალი დიზაინით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. რუსუდან კოხოძე აცხადებს, რომ დოკუმენტის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესება მოქალაქეებს სხვადასხვა რისკისგან, მათ შორის დაზიანებისგან მეტად დაიცავს. მისივე ინფორმაციით, ძველი პასპორტისგან განსხვავებით, ახალ მოწმობებზე მეტი დამცავი ნიშანია დატანებული. განახლება ეხება ყველა ტიპის პასპორტს. დღეს საქართველოში გაიცემა 5 ტიპის პასპორტი, როგორიც არის ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, ასევე ლტოლვილი სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი და მოქალაქეობის არ მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი. ყველა მათგანი ახალი დიზაინით და უფრო მაღალტექნოლოგიური დაცულობის ხარისხით გაიცემა დღეიდან. რაც შეეხება მოწმობების დიზაინს, სამინისტროში აცხადებენ, რომ პასპორტები ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული. პასპორტზე დამცავ ნიშნებად გამოყენებულია ეროვნული სიმბოლოები, რომელიც ულტრაიისფერ ნათებაზე ჩანს. გაჯერებული არის ეროვნული სიმბოლიკით, საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით, რომელიც თითოეულ გვერდზე რეგიონების მიხედვით არის დატანილი. ამასთან აღსანიშნავი არის, რომ გარდა იმისა, რაც ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მასზე ასევე დატანილი არის სხვადასხვა ნიმუშები, რომლებიც მხოლოდ ულტრაიისფერი დანათების შედეგად ჩანს. გამოყენებული იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი, უფრო სწორად მასალამი ხელნაწერიდან. ეს გახლავთ ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორია გადაწერილი 1808 წელს მოხატული თავიდან ბოლომდე. ეს არის ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელშიაც დავით აღმაშენებლის მინიატურა არის ჩართული. სულ გამოყენებულია 3 მეფის გამოსახულება, მეფე ვახტანგ გორგასლისა, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფისა. ახალი თაობის პასპორტისა და ბინადრობის მოწმობების გაცემის შემდეგ 3 ნოემბრიდან მოქალაქეები ახალი დიზაინის მქონე პირადობის მოწმობებსაც მიიღებენ. მოქმედი დოკუმენტის შეცვლა მოქმედების ბადის გასვლამდე სავალდებულო არაა.